მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ დავით რობაქიძე და ეს არის მეორე ნაწილი, რა არის media asset management. ჩემი ვიდეოები ყოველთვის არის 2 წუთზე პატარა, რათა იყოს კომფორტული საყურებლად. თუ გსურთ უფრო დიდი ვიდეოები, აუცილებლად გამაგებინეთ და ჩავწერ შედარებით ფართო ვიდეოებს. როგორც გითხარით, თავარი არის მასალის აღწერა, რათა შემდეგ მოახდინოთ მისი კომფორტულად მოძებნა. მით უმეტეს თქვენ თუ ხართ ტელევიზია და იღებთ პროფესიონალური კამერებით, მაგალითად Sony-ს კამერებით, დიდი ალბათობაა, რომ თქვენ იწერდეთ XD კამში და თქვენი კონტეინერი იყოს MXF-ი. ვისაც გქონიათ ამ ფორმატებთან შეხება, დამითანხმება, რომ ყველა კომპიუტერზე მას ვერ გახსნი, ფაილები არის ძალიან დიდი მოცულობით და ასე ვთქვათ, მისი ფლეშკიდან, იმ სხვა მატარებლით კომპიუტერიდან კომპიუტერზე გადატანა არაკომფორტული არის. ასევე Excel-ს ძალიან დიდ დატვირთვას აძლევს, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ფაილები Excel-ის საშუალებით ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერზე მოთავსოთ. და თვითონ კომპიუტერი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი და ყველა კომპიუტერი, როგორც MP4 ფაილი შეუძლია დაუკრას, ანალოგურად MXF ფაილს ვერ დაუკრავს. საჭიროა სპეციალური პლეიერი, კოდეკების ჩაწერა და ასე შემდეგ. ამიტომ media asset management-ი ეხმარება და ხსნის ფაქტიურად ამ ყველა პრობლემას. რაში გამოიხატება? თქვენი ყველა ფაილისთვის ის შეგქმნით proxy files. Proxy ფაილი არის თქვენი ორიგინალი, მაღალი რეზოლუციის ფაილის კოპიო, რომელიც არის გადაღებული დაბალ რეზოლუციაში, დაბალ bitrate-ში და როგორც წესი ეს bitrate არის დინამიური. დინამიურ bitrate-ებზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ, თუ დაგაინტერესებთ. რო წარმოიდგინოთ, ეს არის როგორც YouTube-ის ალტერნატიული ვერსია. და როგორც YouTube-ზე რო შედიხართ და საძიებელში ეძებთ რომელიმე ვიდეოს, ზუსტად ისევენაირად ეძებთ თქვენი ტელევიზიის ბაზაში. უბრალოდ YouTube-ის ნაცვლად ეს არის თქვენი ტელევიზიის დახურული ბაზა და ვიღაც YouTuber-ების ნაცვლად ეს არის ის მასალა, რომელიც არის თქვენ ტელევიზიაში. თუმცა, მასალას ჭირდება სწორი მოძიება და მხოლოდ და მხოლოდ სახელით ძალიან რთული იქნება ფაილის მოძიება. ამაში ძალიან დიდი და კომპლექსური სახელი უნდა იყოს. თუ როგორ ხდება მასალის შექმნა და შემდეგ მისი სახელის დარქმევა და დამატებით ინფორმაციის დარქმევა, ამას გაიგებ შემდეგ ვიდეოში.